პატიმრობაში მყოფი ჯერლიდ ძარია ციხიდან სენსაციურ განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციაში გადასვლას და სააკაშვილთან ღიად დაპირისპირებას გეგმავდა. ჯერლიდ ძარია ზურაბ ჟვანიასთან ბოლო შეხვედრის დეტალებს ყვება და აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგა ბოკერია ებრძოდნენ. შეთანხმების თანახმად ზურაბ ჟვანიასა და ჯერლიდ ძარიას შემდეგი შეხვედრა 2005 წლის 4 თებერვალს უნდა შემდგარიყო. თუმცა 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოპოზიციაში გადადიოდა დღეს და ხვალო მაქსიმუმ 3-4 წუთში ხელახლა არჩევნები ჩატარდება. გადაუხრიაო ყველაფერს, რაც ჩვენ ხალხს შევბილდითო, რაც ჩვენ ვიც მოვედითო, ხო? ამა ყველაფერს გადაუხრიაო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი თანამოაზრის ჯერლიდ ძარიას განცხადებით 2005 წელს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვლილიყო. ამის შესახებ 2005 წლის იანვარში მას თავად ზურაბ ჟვანიამ განუცხადა. ერთ-ერთი არაფორმალური შეხვედრის დროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლის წინ მის სამსახურეობრივ მანქანაში შედგა. ოქრუაშვილი და მერაბიშვილი ახსენა რა, ეს ორი ახსენა. ოდოთ მე როგორც ვიცი კიდე გიგასკენ მიდიოდა კიდე ლაპარაკი რა, 4-ვე შეიკრაო რა, ერთ ჩემ წინამდებარიანო 4-ვე შეკრული ეგენიო რა და თქვენი სამეგრელოშია, თქვენი გვერდით ყოფნა გაგერავა, მეთქი მოუთხარი ბატონო და რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. 2005 წელს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მართლაც რადიკალურად შეიცვალა. ზურაბ ჟვანიას და ჯერლიდ ძარიას შეხვედრიდან მოკლე ხანში ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ზურაბ ჟვანიას გუნდი დაიშალა და ძალაუფლება მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ხელში გადავიდა. გიორგი ბარამიძე ეროვნული თანხმობის კომისიის და ედვარდ შევარდნაძის ხელისუფლებასთან შეურიგებელ 21 მეომართან ერთად უზის სუფრას, რომელიც სქურში სწორედ ამ შემორიგების აღსანიშნავად გაიშალა. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეების 12 წლიანი ეპოპეის მშვიდობიანი დასასრული იქ მყოფებს პრეზიდენტმაც მიულოცა. პრეზიდენტი ამბობს, ჩვენ ძმები ვარ და ჩვენ ერთად ვართ. აგიმაგეთ ყველას მოგიწოდით და ზოგადად 2004 წლის 4 აპრილს ტყიდან სხვებთან ერთად 30 წლის ჯერლიდ ძარიაც გამოვიდა და იარაღი ახალ ხელისუფლებას, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს ჩააბარა. ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ 21 პირს, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები სხვადასხვა მუხლით იყო აღძრული, ამ საქმეების შეწყვეტის პირობა მისცა. ყველანაირი საქმე სისხლის სამართლის საქმეები წყდება პრეზიდენტის დეკრეტიდან გამომდინარე, გენპროკურორმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი მოადგილე აქ არის ამის დასტურად და ყველა საჭირო საბუთი დღეს კიდევ ერთხელ გაფორმდება. თქვენს მიერ მოწოდებული სიაში 21 კაცი ვინც არის ჩათვალეთ რომ ყველას მიმართ ჩვენ შეუძლიათ ვიში დავიდნენ, მაგრამ სასაფრველია შეუძლია თამარ აქ არის მინისტრი. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის პირობა ჯერლიდ ძარიამაც მიიღო. არსებობს 2004 წლის 23 აპრილის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ჯერლიდ ძარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც წყდება და აღმკვეთი ღონისძიებაც უქმდება. თუმცა შერიგებიდან 2 წლის თავზე ის დააკავეს და შერიგებამდე ჩადენილი დანაშაულისთვის ხელახლა გაასამართლეს. ფორმალურად იყო, მაგ ეხლა ხო უყურებ, ფორმალურად იყო ჩვენი შემორიგება, თორე ჩვენ დაჭერა სულ უნდათ მაგას. просто ფორმალურად შემოგირიგეს, ხალხს აჩვენეს ზეიმით შემოგირიგეს და აი ჩვენ ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ. იქ კარგად ჩანს პრეზიდენტი როლიკავს, ერთად დავდგეთ და ციხეში გვიპირებდა ისევე გაშვება. მე ვერ შეუსრულებ პირობები იმ ჩემს თანამებრძოლებს, რომელთანაც ერთად ვიყავი. დავიარე ბევრი პრობლემები დაყრდნახეთ ერთად. ამჟამად აღნება ცეს არაფერი არ დაგლებია და ბოლოს მოწვეული აღმოჩნდა მე პრაქტიკულად ასე გამოდის, რომ მე ვენდე
იმ ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენდა სააკაშვილი და ამ ხელისუფლებამ მოგვაწყვეტა ყველა ერთად. ჯერლით ძარია ძმის, ჯამლეთ ძარიას მკვლელის, იური ძიძიგურის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის 1999 წელს გაასამართლეს. თუმცა 2000 წელს გურამ აფსანძესთან, ლოთი ქობალიასთან და ზვიად გამსახურდია სხვა მომხრეებთან ერთად ციხიდან გაიქცა და სამეგრელოს ტყეებში მყოფ შეურიგებლებს შეუერთდა. მეორედ ჯერლით ძარიას ჯერ 19, მოგვიანებით კი 17 წელი შეუფარდეს. თუ კი იტყვია რომ აი მაშინ შეიწყალეს დაუშვათ და აი გაანთავისუფლეს, ეს არ ეხებოდა გაქცევას. გაქცევა როგორც ახსეთი ახალი კვალიფიკაციაა, არ ხდებოდა მასთან ბრალდების დამატება. ანუ შეიწყალეს და გაანთავისუფლეს აი იმასთან დაკავშირებით, რაც მასაც ბრალად ერიცხებოდა. და კიდევ გეუბნებით, გამოდის რომ ჯერლით ძარია ორჯერ გაასამართლეს. დაკავებამდე მცირე ხნით ადრე ჯერლით ძარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას პირადად ამირან მესხელი შეხვდა. ამირან მესხელმა ძარიასგან 2005 წელს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მანქანაში შემდგარი საუბრის შინაარსის გამჟღავნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამავე შეხვედრაზე ამირან მესხელმა თანამშრომლობაც შესთავაზა. მარტვილში კონტრდაზვერვის კუთხით საქმიანობა, მაღალი ხელფასი და ოპერატიული უზრუნველყოფა. ძარიამ ამაზეც უარი განაცხადა. რა გაინტერესებს პირადად მითხარით? მაინტერესებს რა ილაპარაკოთ. არაფერი მეთქი მოუთხარ, ჩვეულებრივად მეგობრული ურთიერთობა ქონდა, რაღაცა მეხმარებოდა მეთქი, ახლა იმას ხარ დაუწყებდი რა იყო და რა არა. კარი მოვიკეთე და წამოვედი და ძარიაო. ამას ინანებო იცოდეო. მალე ინანებო. 2006 წელს დააკავეს შემორიგებულების მეთაური ბეჟან გვაზავაც. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს და 5 წლით დააპატიმრეს. ბეჟან გვაზავაც და ჯერლით ძარიაც აცხადებენ, რომ ისინი დაღუპული პრემიერ-მინისტრის თანამოაზრეობისთვის და ნაციონალებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააკავეს. ჯერლით ძარია ზურაბ ჟვანიას გურამ აფსანძემ გააცნო. ბეჟან გვაზავა იხსენებს, რომ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მათთან არაერთხელ უსაუბრია. ზურაბ ჟვანია ძარიების ოჯახსაც ხშირად სტუმრობდა. ზურა ყოველთვის ამბობდა ესე, რომ აი მეო თუ აი სწორი პოლიტიკა და სწორი ის არ წავიდა, ყოველთვის ოპოზიციაში გადავალ, თუ ნახავ რა სიტუაცია რა და თუ სწორი მიმართულება სწორი წაყვანა არ იქნება იმის თუ მაშინ გადავდივარ რომ ოპოზიციაში და მე მჯერაო რომ ამას დავამარცხებო ყველაფერს იმას გავიმარჯვოთ. ყოფილა დასავლეთში და შემოუვლია და უნახია ჩემი მეუღლე. ან ტელეფონით შეხმიანებია რომ აქ ავარ და ნახე. ესეთი სიტუაციები ყოფილა. ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს შორის დაპირისპირება რომ არსებობდა, ამას დაღუპული პრემიერის ძმაც ადასტურებს. გოგლა ჟვანია იმასაც აცხადებს, რომ დაღუპვამდე მისი ძმა ქვეყანაში არსებულ გაუსაცლის ვითარებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობდა. მას ჰქონდა საუბრები თავის მეუღლესთან, სხვა ადამიანებთან და ეს ყველაფერი ძალიან აუტანელი გახდა. რაც ხდება ქვეყანაში მისთვის, მაგრამ მეორე აი ესე ჩემთვის არ არის ცნობილია ესეთი მკაფიო განცხადება და ეგეთი მკაფიო ფიქრი, რომ ახლა წავიდე ოპოზიციაში. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი კრიტიკული ხარ იმ გუნდის მიმართ, რომელთანაც ერთად თითქოს დაიმყოფები და თუ ვეჭერი გარკვეულ პრობლემას საბოლოო ჯამში თქვენი გზები იყოფოდა. ტელეფონი დაშალა და გადადო გვერდზე. შემორიგებიდან 2 წლის შემდეგ მეუღლის დაკავების გამო ნინო გეგეჭკორმა ადვოკატთან ერთად ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს მიმართა და დახმარებას თხოვა. 2006 წლის შემოდგომაზე გიორგი ბარამიძის, ძარიას მეუღლისა და ადვოკატის შეხვედრა შედგა. გიორგი ბარამიძე მათთან მისულებს ტელეფონების დაშლა მოსთხოვა. ამჯერად უკვე პარლამენტის წევრი გიორგი ბარამიძე ამ ფაქტს უარყოფს. მეო აი ამ წუთასო თქვენთანა ვარო აი ხელბორკილ დადებულიო ვერანაირად ვერ გეხმარებითო და მირჩევნიაო რასაც ჩვენ ვისაუბრებთ
ეხლა დღესო ეს რა ხდებაო ეს ჩემ ადვოკატმა უთხრა ეს ტელეფონების დაშლა და რაღაცა. არა, ეს უკეთესია რომ ტელეფონები ესე მდგომარეობაში იყოსო. თქვენთან საუბრის დროს თქვენ სთხოვეთ და თქვენ თვითონაც დაშალეთ მობილური ტელეფონი საუბრის დროს. იყო ესეთი რაღაც. თქვენ რა გაინტერესებთ მითხარი? იყო თუ არა ესეთი რაღაც. საინტერესოა, როდესაც სახელმწიფო მინისტრი მობილურ ტელეფონში მათ მიეცათ გარანტიები, იურიდიული გარანტიები ამ აქტიდან გამომდინარე, რომ იმის გამო რომ მათ იარაღი ეჭერათ ხელში, არავინ არ გაასამართლებდა. თუ კი რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი და ვინმე ეს კარგად ვერ გაიგო და ვერ გაითვალისწინა სამართალდამცავ ორგანოებში, უნებრივია ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, მათ შორის სასამართლო, რომელმაც უნდა განიხილოს ესა თუ ის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შესახებ ჯერლიდ ძარიას დაკითხვა ციხეშიც გაგრძელდა. 2006 წლის ივნისში ქუთაისის ციხეში, ციხის უფროსის მოადგილის კუჭუხიძის კაბინეტში, ბაჩანა ახალაიამ და მეგის ქარდავამ ჯერლიდ ძარია ჟვანიასთან საუბრის შინაარსის შესახებ პირადად დაკითხეს. უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების გამო ძარია ახალაიამ და ქარდავამ უმოწყალოდ სცემეს. სცემა დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა. ანალოგიური მოთხოვნით მეგის ქარდავა ჯერლიდ ძარიასთან ივლისშიც იმყოფებოდა. პატიმარი კვლავ უმოწყალოდ სცემეს. როგორც ლამაის დამიჭირეს და ერთ თვეში შემოდის ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა და კუჭუხიძეს კაბინეტი იყო, მოადგილე იყო მაშინ კუჭუხიძე. საღამოს 12 საათზე, 11-12 საათი იქნებოდა რომ გამიყვანეს. და იმას ეუნება, რა ქვია, მეგის ქარდავას დაადები ის, რა ქვია, ხელბოქილებია. და ხელბოქილები დაამანდეს, ახლა რა უნდა მექნა? ამ დაამადგილას ჟვანიას სახთანო სახლის წინ შეხვდი მე ჟვანიას. აი აქ რო შეხვდით თქვენო. დაილაპარაკებ. არაფერი მე უთხარი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ამასთან ამისთან ლაპარაკი ჰქონდა მესხილთან კიდევ და გეუნებით ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა მეტი. და მე დამიწყეს ცემა. გამიგდეს თექსტში ელექტროშოკებით, რა ვიცი, ორივე ცემდა, ქეც ახალაია და ქეც მეგის ქარდავა. მეგის ქარდავამ ჯერლიდ ძარია კიდევ ორჯერ მოინახულა. 2007 წლის სექტემბერში და 2008 წლის აგვისტოში. ორივე შემთხვევაში მეგის ქარდავა ჯერლიდ ძარიას არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნას სთავაზობდა. 2007 წელს ოპოზიციის დასაწიოკებლად 2008 წელს კი ცხინვალში პარტიზანული მოქმედებების დასაწყებად. 2008 წელს მეგის ქარდავა და მასთან ერთად ხუდის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე 2 აგვისტოს მივიდნენ და უკვე 2 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე თითქმის 1 კვირით ადრე სავარაუდო სცენარზე ესაუბრნენ. მაშინ ანალოგიური შეთავაზება ბეჟან კვაზავამაც მიიღო. გაგიყვანთო და ოსეთის ჭირდებითო ბიჭები მოგროვდითო იქ ერთი ასკაციანის გვინდაო პარტიზანული იმითო ჩვენ ყველანაირ ხელს შეგიწყობთო რომ შეგიყვანოთო იქო ქალაქში რომ შეგიყვანოთო და იქ კიდე ხალხი ყავსო ჩვენო ყველანაირად ის და ჩვენ აქედან დავიწყებთო უყურე ჩვენ აქედან დავიწყებთო და თქვენ იქიდან დაგიწყებთო მაგის ინფორმაციას მოგვაწოდოთ და როდის უნდა დაიწყოთ 2008 აგვისტოს ომში რო იყო მაშინ გამიყვანეს შემომთავაზეს დაგვიდგებიო გვერდშიო როგორ მეთქი რა შემთხვევაში მეთქი ხო და არა ისევ ხო და მე უთხარი 40 წლის კაცი ვარ მეთქი ჩემ ცხოვრებაში საქართველოს გვერდით ვიყავი მეთქი და საქართველოს გვერდით რაც უნდა იყო დავდგები მეთქი შენ თქვენ გვერდით ვერ დავდგები მეთქი ხო და ამასობაში მიაბრუნეთო ბეჟან კვაზავამ საპატიმრო 2011 წელს დატოვა. თუმცა მასზე ზეწოლა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე არ შეწყვეტილა. ბეჟან კვაზავა იძულებული იყო იმ არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფის წევრიც გამხდარიყო, რომელსაც სამეგრელოში ნაციონალური ხელისუფლება დაიცავი შენი სახლის პროგრამის ქვეშ ქმნიდა. ბეჟან კვაზავა მაშინ ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გადაცემულ სიებშიც მოხვდა.
რაღაცა სოფელში რაღაც დაცვა რაღაც აი ესეთი რაღაცა დაჯუ კურსის როგორ იტყვიან სპორები რო იყო კომ აი ესეთი ვარიანტი არისო რაღაცაო და იმას ხინითო წამოდითო აღა მე მაშინ ჩემ პასუხი მქონდა უარი რაღაც მე მეთქი დაღლილი ვარ ამის იმით და მე არ შემიძლია მეთქი სახში ვიქნები რაღაცა ხო და აქ ლაპარაკში არა უნდა წამოხვიდეო ისეთი ლაპარაკი შეიქმნა რაღაცა უკვე ვიცოდი პრობლემები მექნებოდა რომ ციხიდან რომ გამოვიდი ყოველ მეორე მესამე დღეს მაკითხავდნენ სახში რა შვრები რა საკეთები რა არა მისი თანამებრძოლისგან განსხვავებით ჯერლიდ ძარია კვლავ საპატიმროში რჩება ადვოკატმა პროკურატურაში განცხადება განაჩენის ხელახალი გადასინჯვის მოთხოვნით უკვე შეიტანა ჯერლიდ ძარია დაიკითხა რომლის დროსაც მან გამომძიებელზე ჟვანიასთან და ციხეში წამების ეპიზოდებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია გაითვალისწინებს თუ არა გამოძიება ახალ ჩვენებებს უკვე დაწყებულ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ამას მომავალი გვიჩვენებს